გამოიყენეთ თქვენი არყოფნა პატივისცემის და ღირსების ასამაღლებლად. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვაგრძობთ რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონის განხილვას. ამ კონკრეტულ ეპიზოდში კი განვიხილავთ მე-16 კანონს. სანამ ავტორისეულ განმარტებას შემოგთავაზებთ, მინდა აქვე გავუსვა ხაზი, რომ ეს კანონი ეხებათ ადამიანებს, რომლებიც არიან უკვე ძალიან წარმატებულები, თავისი საქმის ექსპერტები, აქვთ ცნობადობა, შეიძლება მასშტაბური არა, მაგრამ იმ კონკრეტულ წრეში, სადაც საჭიროა. ესე ვთქვათ, არიან სუპერ ვარსკვლავები და არა იმათ, ვინც არიან კარიერის დასაწყისში, თუნდაც საშუალო დონეზე, როცა ჯერ კიდევ საჭიროა საკუთარი ხილვადობის გაზრდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი არხის მაყურებელი აუცილებლად მივა ძირითადი ნაწილი იქამდე, რომ თავისი საქმის მასტერი გახდეს და სუპერ ვარსკვლავი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გამოგადგებათ ეს კანონი. კანონის ფორმულირება. მეტისმეტად ხშირად თვალში მურავის შეეჩხირებით. რაც უფრო ხშირად ხედავენ და გისმენენ, მით უფრო ჩვეულებრივი ხდებით სხვებისთვის. თუ უკვე ფეხი მოიკიდეთ ჯგუფში, დროებით ჩამოსცილდით მას. ეს კიდევ უფრო გააცხოველებს საუბარს თქვენ შესახებ. ბევრის აღტაცების ობიექტი გახდებით. უნდა ისწავლოთ, როდის წახვიდეთ შექმნით ღირებულება ნაკლებობის გზით. მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ კანონის ფორმულირებას იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც უკვე არიან თავიანთი საქმის ექსპერტები, არიან ჩაუნაცვლებლები, თითქმის არ ყავთ კონკურენტები და თან უკვე ბაზარზე საკმაოდ დიდი ხანია არიან. და რამდენი მაგალითიც არ უნდა განვიხილოთ, თითქმის ყველა ძალიან წარმატებულ ადამიანს ჰქონდა პერიოდები, როცა ქრებოდა, მერე მისი თავი ბრუნდებოდა როგორც განახლებული ვერსია, ან ახალი იდეებით ბრუნდებოდა, ან ფიზიკურად იყო სხვანაირი და ეს მეორდება დღემდე. სტივ ჯობსის შემთხვევაში, ჯეფ ბეზოსის შემთხვევაში, ილონ მასკის შემთხვევაში და ადრეც ასე იყო. მაგალითად, რომ გავიხსენოთ, ენდი უორჰოლი რის გამო იყო პოპულარული, ხო? მისი არაპროგნოზირებადად მცირე ინტერვიუების, ან მაგალითად შეიძლება და ყოფილიყო ივენთი, ან პერფორმანსი მის სახელობის, სადაც მას უნდა მიეღო მონაწილეობა და საერთოდ არ მისულიყო. ანუ ხალხში მოლოდინებს აჩენდა, რომ გამოჩნდებოდა, მაგრამ რეალურად მერე ამ მოლოდინს და ესე ვთქვათ, ინტერესს კიდევ უფრო უღვივებდა იმით, რომ მისტიური იყო, ან მარჯიელა დიზაინერი რომ გავიხსენოთ და სხვათა შორის ეს კანონი ძალიან კარგად მოქმედებს და ფართოდ გამოიხატება ხელოვან ადამიანებში. არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ თვითონ გადაწყვიტეს გამოეყენებინათ, თუ უბრალოდ ცხოვრებამ დაანახა ესე, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა ვან გოგი, მოდილიანი, ეს ძალიან დიდი გენიოსები დაფასდნენ მას შემდეგ, რაც გარდაიცვალნენ, იმიტომ რომ გარდაცვალებამ დაასრულა, ესე ვთქვათ, მათი მოღვაწეობა და აი როგორც ბიტკოინი, ხო, რატო არის განსხვავებული კრიპტოვალუტა, იმიტომ რომ არის შეზღუდული. ანუ 21 მილიონ თალზე მეტი ვერ გამოვა. რატო არის ოქრო ძვირფასი მეტალი? იმიტომ რომ არის შეზღუდული რაოდენობის შესაბამისად. რაღაცნაირად მიხვდნენ, რომ საზოგადოებას უნდა შეუმცირონ მათზე წვდომა იმის გამო, რომ მათ ღირებულება მოემატოთ და შესაბამისად დაფასდეს მათი შრომა და კრეატიულობა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩვეულებრივ არაგენიოს ადამიანებს შეგვიძლიათ, რომ ეს გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, მაქვს პატარა მაგალითი ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა არ ვთვლი, რომ მე სუპერ ვარსკვლავი ვიყავი, ან ვარ, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ
წინ მაქვს, მაგრამ ჩემს კარიერაში ვიყავი ძალიან რეალიზებული, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი გარემოს გადმოსახედიდან და მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც არ გამიკეთებია LinkedIn-ი, იმიტომ რომ არ ვეძებდი სამსახურს, შემომივიდა დაახლოებით 4 რეალური ოფერი შეთავაზება მოლაპარაკებაზე სამსახურის დაწყების შესახებ და ყველა დავაუარე, მაგრამ შემომივიდა იმიტომ, რომ მქონდა ექსპერტის სახელი ძალიან ვიწრო სფეროში, რაც არის საერთაშორისო კორპორატიული სამართლის კომბინაცია კრიპტოსთან და ბლოკჩეინთან და აქედან გამომდინარე არასდროს არ იყო ბოლო 8-9 წელი ჩემთვის პრობლემა, რომ ახალი სამსახური მებრუნა, იმიტომ რომ აი ამ უნიკალურობას ეძებდნენ და თქვენს არ დაელოდოთ, რომ მაინც პიკასო უნდა გახდეთ, ან არ ვიცი, ნაპოლეონ ბონაპარტივით რაღაცა ცნობადი და გავლენიანი, ანუ თქვენს პატარა ვიწრო სფეროში შეგიძლიათ შეამციროთ თქვენი მიწოდება, ანუ შეამციროთ თქვენი გასვლა სადღაც, შეხვედრებზე სიარული, საუბარი, არ ვიცი, Instagram-ზე stories დადება, შეამციროთ იმის მიხედვით თუ რომელ სფეროში ხართ, უკვე თუ ექსპერტები ხართ და ამით რეალურად გაზარდოთ ადამიანების ყურადღება თქვენ მიმართ და როცა გამოჩნდებით, გექნებათ ვაუ ეფექტი. ავტორი გვეუბნება, დასაწყისი საჭიროა საკუთარი ყოფნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. თუ კი მეტისმეტად ადრე გაქრებით თვალთახედვიდან, თქვენ უბრალოდ დაგივიწყებენ. მაგრამ როდესაც უყვარხართ, განშორება მღელვარებასა და აღტკინებას იწვევს. თუ კი თქვენი გაქრობის მიზეზი უცნობია, ეს მხოლოდ ცეცხლზე ნავცას ხამს. პარტნიორი იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა დანაშაული ჩაიდინა. ეს არის პირად ურთიერთობებზე, მაგრამ ზოგადადაც ესე, აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ძალიან მინდოდა ერთ-ერთი ქართველი სამკაულების დიზაინერის სამკაულის შეძენა და მივწერე და ძალიან ძილობიანად მიპასუხა, რომ ის არ ყიდის სამკაულებს, ანუ თუ მინდა რომ ვიყიდო, უნდა ვიპოვნო ის მოდელი, რაც მე მინდა მაღაზიაში, მაგრამ თუ ვერ ვიპოვნი, ეს ყველაფერი არის თითო და უნიკალური და შეკვეთებსაც არ იღებს. ანუ ესე ვთქვათ, აზრს არ აკეთებს და ამან რა თქმა უნდა გააჩინა ჩემში ცხოველური ინტერესი, დავიწყე სხვადასხვა ენაზე მაღაზიების ძებნა, ძალიან მომინდა ერთი კონკრეტული მოდელი თან რომ გავიგე, რომ სხვას არ აკეთებს, აბა ვის აქვს ის ერთი იქნებ ყიდის, ნუ ამან გადამიარა, მაგრამ რეალურად ამ ადამიანის მიდგომა არ ვიცი განპირობებულია ამ კანონის მიხედვით თუ არა, ყოველ შემთხვევაში წინასწარი გათვლით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემზე და ძალიან ბევრ ადამიანზე აი ეს ექსკლუზიურობა მოქმედებს, აი როგორც არ ვიცი, ნავთი ცეცხლზე და უფრო გინდა და უფრო გიზგიზებ ამ რაღაცის სურვილში და მე გამახსენდა პრინციპში ეს ლაქშერი ფეშენ სახლების მიდგომები, რომ არ აქვთ სეილები და შანელი არ არის მაგალითად აუთლეტებში წარმოდგენილი. ნუ ყოველ შემთხვევაში ადრე არ იყო, ეხლა შეიძლება არის, მაგრამ არ მგონია და აი ამით, რომ სეილი არ არის, კონკრეტული რაოდენობით გამოდის რაღაც, სულ ემატება ამ ნივთებს ფასი, ხარისხი ჩამოდის ქვემოთ, მაგრამ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, რომ იყიდოს, ხო? ან ემესის ჩანთების ისტორია, რაც არის, რომ იმისთვის, რომ შენ შეძლო იყიდო, ხდები მათი თამაშის, ესე ვთქვათ, მონაწილე, რომ უნდა მოიპოვო უფლება ყიდვის. ჯერ სხვა ნივთები უნდა იყიდო, რაღაც ეპოინტმენტები, შეხვედრები ჩანიშნო, მერე ისტორია დააგროვო ამ ყიდვის, დაამტკიცო ლოიალურობა, რომ აი მე ვიმსახურებ, იმდენად ლოიალური ვარ თქვენი სხვა ჩანთა მაქვს, აქსესუარი მაქვს, ფეხსაცმელი მაქვს და აი რაღაცა გავედრებენ, რომ გეხვეწებით მაყიდინებთ და რა ვიცი, მსოფლიო შეშლილია ამ ჩანთებზე. სიმართლე
გითხრათ, მე არ ვიცი, გამოწვევთ მაგ ჩანთებში ძალიან არ მომწონს და არ მეკომფორტულება, მაგრამ ნუ აი პროდუქტის დეფიციტს ქმნია, ყოველ შემთხვევაში ამის განცდას ნამდვილად ქმნია, რომ პროდუქტი არის ექსკლუზიური, არის დეფიციტში და ის რაც დეფიციტში არის, ძალიან გვინდა, თორე ეჭვმეპარება, რომ მაგალითად ზარას ჩანთებზე იყოს ესეთი ამბავი, თუმცა აი ეხლა რა მოსასხამიც მაქვს, არის კოლუმბიაში ძალიან ძვირფასი აბრეშუმით ნაქსოვი მოსაცმელი და ნამდვილად ამის ძიებაში კი დავხარჯე ერთი დღე, მაგრამ ისეთი ზედა არის, რომ გონია, არ ვიცი, ჩემს შვილიშვილებსაც გადავაბარებ ძალიან მომწონს და რა თქმა უნდა ის რომ წელიწადში სულ რაღაცა 10-15 წელი არა მითხრეს 12 კეთება ერთდროს ერთი თვე უნდა ერთსო და აკეთებს კონკრეტული ხალი, რა თქმა უნდა, მაგან გაზარდა ფასი და ну, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში რაც არ უნდა ყოფილიყო, ვიცოდი რომ ვიყიდი და ვისთვის რა არის ეს მომენტი, ვისთვის რა ქმნის ექსკლუზიურობას და ყოველთვის მომწონს ძალიან მაგალითის მოყვანა, რა სხვაობა არის ბიტკოინსა და დანარჩენ კრიპტო, ასე ვთქვათ, ტოკენებს და კოინებს შორის. ბიტკოინი არის იმით უნიკალური, რომ მისი, ასე ვთქვათ, მიწოდება არის შეზღუდული, დაახლოებით ვიცით ბოლო რომელ წელს გამომუშავდება და იმის მერე სავარაუდოდ მაღალი ალბათობით დღევანდელი ალგორითმით აღარ გამომუშავდება 21 მილიონზე მეტი და ეს ქმნის მის უნიკალურობას, რომ 21 მილიონი ცალი უნდა გადანაწილდეს 8 მილიარდ, 10 მილიარდ რამდენიც ვიქნებით იმ დროისთვის ადამიანზე და შესაბამისად უკვე იქნება შეგრძნება, რომ ის არ არის საკმარისი. მაშინ როცა მაგალითად დოლარი არის, რა ვიცი, რამდენიც გინდა და შესაბამისად ფასი აქვს დაკარგული. არის ეს მას პროდუქტებზე, ხო? ანუ როგორც წესი, რომ იყიდი შენ H&M-ის ჩანთას, იმას უვარდება ფასი მეორედ ბაზარზე, ხოლო თუ იყიდი რაღაცა ისეთ უნიკალურს, როგორც არის ბირკინი რაღაცა, სავარაუდოდ იმის ფასი მოიმატებს. თუმცა მგონია, რომ ეს არის პირამიდა, ეს არის გაბერილი და აქედან გამომდინარე ეგეთ შესყიდვებზე უნდა ვიყოთ ფრთხილად. თუმცა თუ თქვენ აპირებთ, რომ თქვენი მომსახურება ან პროდუქტი რაღაც ეტაპზე გახადოთ ექსკლუზიური, იშვიათი, დაფიქრდით, რამდენად გაქვთ ამ ნიშაში ეგეთი უნიკალური სახელი და ფუფუნება, რომ გაქრეთ. ან აი როგორც მე მიპასუხა ქართველმა სამკაულის დიზაინერმა, რომ აი მე მეორეს არ ვაკეთებ. თუ არ არის მაღაზიაში, ანუ სხვაგან ვერ იყიდი. აი რაღაცა ეგეთი ესე ვთქვათ პასუხისთვის თქვენი პერსონალური ბრენდი საკმაოდ მზად უნდა იყოს და თამამი უნდა იყოს, თორე სხვა შემთხვევაში თუ აკეთებთ 1000 ცალ ერთნაირი ბეჭედს, გინდ უპასუხეთ ეგრე, გინდ არ უპასუხეთ, იმიტომ რომ ესე ვთქვათ ადამიანები მაინც ცვლიან ერთმანეთთან ინფორმაციას და მაინც გაიგებენ, რომ არ არის თქვენი პროდუქტი ექსკლუზიური მათთვის და შესაბამისად ის ვინც ეხლა ყიდულობს, მერე ეგეც აღარ იყიდის. კიდევ ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ტაქტიკა, ხელოვნურად მოთხოვნის შექმნა. შეგიძლიათ, რომ მაგალითად ვთქვათ, რომ რიგი გაქვთ რაღაც მომსახურებაზე, ან არ გცალიათ, ან იმდენი კლიენტი გყავთ, რომ ვერ დაამზადებთ რაღაცას. აი, ვიცი, რომ მიხეილ ლაპკოვსკი, უკრაინელი, ებრაელ-რუსი ფსიქოლოგი, ფსიქიატრია არ იყენებს ამ ტაქტიკას, მართლა მასთან ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ერთი შეხვედრა 45 წუთი მასთან ღირდა $2000 კოვიდის დაწყებისას არა, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დროს. აქედან გამომდინარე, ის ფასით ქმნის ექსკლუზიურობას და ცხადია, რომ კონკრეტულ სეგმენტზე მუშაობს და არ აინტერესებს სხვა სეგმენტი, თუმცა ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს და ძალიან ბევრი საჯარო გამოსვლა და ვიდეო. ვიძახის, რომ თუ უნდა ინდივიდუალურად დავუთმო ვინმეს დრო,
მაშინ ეს ღირს ჩემი 1 საათი, რადგან ეს 1 საათი მე შემიძლია გამოვიყენო მრავალ ადამიანზე, ან გავაკეთო უფრო სასარგებლო საქმე. და სხვათა შორის მე ძალიან მომხრე ვარ აი ესეთი თავის დაფასება დავრობოთ თუ გინდა, მაგრამ შენი დრო შენთვის ძვირფასია, უკვე 10,000 საათის ვიდეოები ჩაწერე, ხალხს ძალიან დიდი სარგებელი მოუტანე, ყოველთვის აქვთ უფასოდ ამ ვიდეოებზე წვდომა, ანუ მიხეილ ლაბკოვსკიზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და რატომაც არა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ სხვა ფილანთროპიულ საქმესაც აკეთებს და საზოგადოებისთვის ხშირად არის უფასოდ, ესე ვთქვათ, დამხმარეს როლში. დერვიშს ერთმა კაცმა უთხრა, რატომ ვერ ხედავ უფრო ხშირად? დერვიშმა უპასუხა, იმიტომ რომ სიტყვები ასე იშვიათად რატომ ხედავ? უფრო ესალგუნება ჩემს სმენას, ვიდრე კითხვა. ისევ რატომ მოხვედი? სხვათა შორის აი მეგობრობაშიც არის ეგ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ახლა ეგ ჩემი საქმე არ არის და მე ჩემ მეგობრებთან ეგრე არ ვიქცევი, მაგრამ აი რაღაცა ხო არის, რომ უცბად აი ძალიან ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს და მე განიზიდებით ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ბუნებრივი მომენტია ადამიანს ბეზრდება ერთი და იგივე და რაღაცნაირად ის შექმნება, რომ აი ყოველდღე ხელმისაწვდომია, თუნდაც ის ჩანთა, რომელიც ძალიან მოწონდა, შეუძლია ყოველდღე გქონდეს, ისე აღარ აღაფრთოვანებს და რაღაცნაირად ეგრე მივდექით თქვენს თავსაც, არა მარტო საქმიანობაში, ბიზნესში, სამსახურში, არამედ ურთიერთობებშიც. ნუ იქნებით იმაზე ხელმისაწვდომი, ვიდრე საჭიროა ამ ურთიერთობისთვის, თორემ გააფასურებთ. და შეიძლება ყოველდღიურად იყო ურთიერთობაში, მაგრამ არ იყო სულ ხელმისაწვდომი, ქონდეს შენი სივრცე, შენი ინტერესები, იზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე, ყოველ შემდეგ დღეს იყო ახალი იდეებით, კრეატიული, გაახალისო საკუთარი თავი, ანუ ნუ ჩატოვებ თქვენ თავს იქ, სადაც იყავით ურთიერთობების დასაწყისში, თორემ ეს ადამიანები, ვინც თქვენს გვერდზე არიან, გაიზრდებიან, ან არ გაიზრდებიან, მობეზრდებათ, რამე ახლს ნახავენ, უფრო საინტერესოს არ გულისხმობ. დედ-მამას გულისხმობ, პირად ცხოვრებას, მეგობრებს, სამსახურიდან გამომდინარე ურთიერთობებს და ასე შემდეგ. მაგრამ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის აკეთეთ ის, რასაც გააკეთებ და იცი რას მივხვდი კიდევ, რომ აი არ არის საჭირო ყველა შეკრებაზე სიარული. მე წინა ვიდეოებში ისიც ჩავწერე, რომ საერთოდ კორპორატიულზეც თუ არ წახვალთ, თუ რაღაც განსაკუთრებული სამსახური არ გაქვთ და განსხვავებული ურთიერთობები, შეგიძლიათ მოერიდოთ. აი რისთვის მიდიხართ დაფიქრდით. დაბადების დღე არის საუკეთესო მეგობრის წადი, მაგრამ დაბადების დღე არის, არ ვიცი, დეიდაშვილის, ქმრის, დის პირობით ეთვამბობ, აი თუ ძალიან არ უხარიათ და გადამწყვეტი არ არის თქვენი იქ ყოფნა, თქვენი ენერგია დაზოგეთ, გაუფრთხილდით, რაღაცა ცოტა მისტიკად შექმენით, გაასაინტერესოეთ ეს ურთიერთობა, ანუ ყველა დაპატიჟებულზე და ყველა დაძახებულზე ნუ წახვალთ, იცოდეთ თქვენი თავის ფასი. საკუთარ თავში ჩვეულებრივ ადამიანს თუ დაინახავთ, ყველაფერი დაკარგულია, გადაგსანცლავენ, მოჰყირჭდებით, ანუ მობეზრდებით. ეს რომ არ მოხდეს, ადამიანებს უნდა სწუროდეთ თქვენი დაბრუნება, მიაღწიეთ მათ პატივისცემას, დააფრთხეთ იმის შესაძლებლობით, რომ შეიძლება სამუდამოდ დაკარგონ, გამოიყენეთ გაქრობისა და გამოჩენის სქემა. როდესაც გარდაიცვლებით, ყველაფერი თქვენ შესახებ განსხვავებული იქნება, წამში შემოგევლებათ პატივისცემის შარავანდადი. არავის არ განვიკითხავ განსაკუთრებით ქართულ სივრცეში, მაგრამ აი გამახსენდა ახლა ერთი მაგალითი, როცა საქართველოში ესეთი ტელემაუწყებლობის სახელმსახიობი, რომელიც ძალიან პოპულარული არის დღესაც, უბრალოდ რომელსაც აქვს მაღალი ცნობადობა, მაგრამ დაკარგა ჩემი აზრით პოპულარობა, იმიტომ რომ ყველაფრის რეკლამაში იყო, რისი რეკლამით შეიძლება და ყოფილიყო. აღარ ანუ კარგ პროდუქტებზეა საუბარი და არა ის, რომ ყველაფერზე ხელი მოეწერა და უკვე ადამიანი ვეღარ მიხვდა, ეს ადამიანი ბალიშთან დააკავშიროს, წიგნთან, რესტორანთან, ფილმთან, ანუ აი ვერაფრით ვერ გადავთარგმნა ქართულად dilution მოხდა, ანუ აი რაღაცნაირად განზავდა
აი ყველაში და ყველაფერში და აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილია, უკვე არც მისი YouTube არხი შეიძლება იყოს საინტერესო, არც მისი ჩაცმა პირადი ცხოვრება ხუმრობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოგვივიდა რა და თან მე ვფიქრობ, რომ ესეთი ადამიანები, ვინც არიან მოდი საქართველოს მაგალითად დეველოპერები, რაღაცნაირად აი პიკში წამოსვლა უჭირთ, აუცილებლად აი ქვემოთ უნდა ჩამოვიდნენ 5-6 წელი დავკარგოთ თვალთახვედ 5-6 წელი წამოვიდნენ ქვემოთ, მერე დაიკარგონ, ან საერთოდ არ გამოჩნდნენ, ან თუ გამოჩნდებიან ძალიან უჭირთ დაბრუნება. არა და ჩვენ თუ ვიხელმძღვანელებთ ამ გაქრობა გაჩენის პრინციპით, რეალურად ჩვენ უკვე პიკში რო ხარ, ან პიკთან რო ხარ, არავითარ შემთხვევაში ქვემოთ რო ხარ წამოსული, მაშინ ქრები, ან ინარჩუნებ აი იმ ტოპ ვარსკვლავის და სუპერსტარის, ასე ვთქვათ, რეპუტაციას, იმიჯს, პოპულარობას, ცნობადობას ქმნი უდიდეს დეფიციტს და ბრუნდები ისე როგორც ფენიქსი და ისევ გადადიხარ აქედან სხვა დონეზე და არა ის რომ აქ დაეცი და მე მთელი ცხოვრება ვცდილობ რომ უკან ამოხვიდე და ძალიან გთხოვთ რომ ეს კარგად გაიითვალისწინოთ თქვენს პროფესიებში. ავტორი მზეზე საუბრობს. მას განსაკუთრებით მაშინ ვაფასებთ, როდესაც ვერ ვხედავთ. წვიმიანი დღეები თუ გაგრძელდა ძალიან გვაკლია მზე. მაგრამ მეტისმეტად დიდი სიცხე და მზის სიკაშკაშე გვთენ თავს. ისწავლეთ გაქრეთ ისე, რომ ადამიანები თქვენს დაბრუნებას ელოდებოდნენ. პირად მაგალითს მოგიყვებით, რომ მთელი ცხოვრება ბრაზილიური თუ არგენტინული არ ვიცი სერიალების გავლენით მინდოდა ისეთ კლიმატში ცხოვრება, სადაც იყო სულ ზაფხული. ანუ ძირითად შემთხვევაში ლათინურ ამერიკას წარმოვიდგენდი ხოლმე და აი უკვე 3 წელია ვცხოვრობ პანამაში და ეს ერთფეროვნება, მზე, ზაფხული, გაუსაძლისია, ის საერთოდ გარეთ გასვლას არ მინდა, როცა პირველი წელი გაგიჟებული ვიყავი, ყოველ პარასკევს და შაბათს და კვირას კუნძულებზე დავდიოდით და ვაიმე 64 რა მაგარია, მე მეორე წელს საერთოდ აღარ დამაინტერესა და მესამე წელს ძირითადად კონდიცირებულ სივრცეებში დავდივარ და აი მზის დანახვაც აღარ მინდა რა, აი მენატრება ზამთარი, ვფიქრობ თბილ ტანსაცმელზე ეს ფენა რო გაცვია ცხელი ჩაი, აქედან გამომდინარე, აი ზუსტად ერთ-ერთი რაც წერია მზეზე, მე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს ჩემზე ესე აისახა, როცა საქართველოში მთელი წელი ველოდებოდი ზაფხულს, ძალიან მინდოდა ზაფხულში მოგზაურობა, ისევ საზაფხულო კურორტებზე და რაღაცნაირად ეს იყო განსხვავებული დასვენების, მოდუნების პერიოდი და აი ამ ზედმეტმა მზემ საერთოდ რაღაცნაირად აი ისევ იმ სიტყვას ვიხმარა dilution, განზევება მოახდინა, ანუ ძალიან ჭარბი მოწოდება აქვს ჩემ ცხოვრებაში და შესაბამისად აღარაა ჩემგან მოთხოვნა, რაღაც არ არის ჩემთვის ისეთი რა, აი ვაუ, ძალიან განსაკუთრებული რომ აი რა კარგია მიდია და წინ მაქვს ახლა სანაპირო. საპირისპირო მოსაზრება. აღნიშნული კანონის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, თუ კი ძალაუფლების გარკვეულ დონეს უკვე მიაღწიეთ. გარიდების აუცილებლობა მას შემდეგ დგება, რაც საკუთარი მდგომარეობა განიმტკიცეთ. მეტისმეტად ადრიანი წასვლა ვერ დაეხმარება თქვენდამი პატივისცემის ზრდას. უბრალოდ დაგივიწყებენ ცეცხლი გაჩაღების ნაცვლად ჩაქრება. ანუ ჯერ უნდა იქცეთ ცეცხლად, შემდეგ უნდა იქცეთ ვულკანად და აი ვულკანად რომ იქცევით ამოიფრქვევით, მერე დაემშვიდობეთ დროებით თქვენს აუდიტორიას, ან ეკონტაქტეთ ექსკლუზიურად მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში, ვისაც შეუძლია გაგიუმჯობესონ, რაღაც ღირებულება შესძინოთ თქვენს ცხოვრებაში და არ გულისხმობ მარტო მატერიალურს და მერე დაბრუნდით ისევ და იყავით ხელმისაწვდომი და ესე რაღაცნაირად აი ციკლებში იყავით, რომ რვიანი დაიხაზოს, არასდროს რო არ იყოთ ჭარბი და ზედმეტი მიწოდებით. სულ ეს მინდოდა დღეს მესაუბრა მე-16 კანონზე. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო ეპიზოდი იყო. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დროებით.